ჩართულობას რაც შეეხება, პრინციპში ემოციურად ვარ ჩართული, შემიძლია გითხრათ, რომ იგივე ფეხბურთი რო ავიღოთ, კალათბურთი, რაგბი 90-იანი წლებიდან პრაქტიკულად თამაში არ გამომიტოვებია თუ ქვეყანაში ვიყავი, ან სხვა მიზეზი არ იყო. სულ დავდიოდი თამაშებზე. პირველი პროფესია თან ამას განსაკუთრებულად სპორტული ჟურნალისტიც ვიყავი. მათ შორის პირველ რიგში ეს ჩემი პირველი სამსახურიც ავირჩიე სწორედ სპორტის მიმართ. განსაკუთრებული სიყვარულის გამო და მოკეთ გულშემატკივრობ მთელი ეს წლებია ერთგულად 30 წელიწადზე მეტია ჩვენს ნაკრებებს, ჩვენს გუნდებს, ჩვენს სპორტსმენებს და დღეს მადლობა ღმერთს გვაქვს განსაკუთრებული ეტაპი ჩვენი სპორტის განვითარების კუთხით და გვაქვს უპრეცედენტო წარმატებები, ხო, ჩვენ კამპანიურადაც ვსაუბრობდით იმაზე, რომ 30 წლის თავზე სხვადასხვა მიმართულებით მივახციეთ ყველაზე მაღალ შედეგს, ხო, რაც ფეხბურთში ევროპაზე გასვლა, ფეხბურთელები გავით მსოფლიოზე და 16 გუნდს შორის მოხვდნენ, რაც წარმოუდგენელი წარმატება, ფეხბურთელები გავიდნენ ევროპაზე, წყალბურთელები მსოფლიოზე, ევროპაზე. რაგბიშიც 6 გუნდების დამარცხება იყო წარმოუდგენელი 90-იანებში ცოტა უფრო გვიან და ახლა უკვე ორ გუნდთან მივახციეთ ასეთ წარმატებას. სპორტი ვითარდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ერთი რომ ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და ჩვენ სხვა მიმართულებით დიდი ბრძოლების მოგება, რა თქმა უნდა, გაგვიჭირდება და სპორტი არის ის, სადაც პატარა ქვეყანა შეუძლია მიაღწიოს ძალიან დიდ წარმატებებს. და რითაც განსაკუთრებულად შეუძლია იამაყოს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ამიტომ ვფიქრობ, რომ სპორტს განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს და გარდა ამისა სპორტი ნიშნავს, რა თქმა უნდა, ერის ჯანმრთელობას, ახალგაზრდების ჯანმრთელობას, სწორ ცხოვრების წესს და ამ კუთხითაც, რა თქმა უნდა, სპორტი იმსახურებს განსაკუთრებულ ყურადღებას. და ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად ვცდილობთ დავაფასოთ ყველა ის მიღწევა რაც აქვს ქართულ სპორტს, ჩვენს სპორტსმენებს, ჩვენს გუნდებს და მეორე რაც ვაკეთებთ სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებაში გვინდა მსხვილი ინვესტიციის ჩადება. ეს მოიცავს პირველ რიგში მულტიფუნქციურ სპორტულ ცენტრებს, რაც განკუთვნილი იქნება მაღალი მიღწევების სპორტისთვის და ასევე მასობრივი სპორტისთვის, გვჭირდება ასევე ფეხბურთისთვის, კალათბურთისთვის, სხვა სახეობებისთვის, განსაკუთრებით ბავშვთა სპორტის განვითარებისთვის, ახალი ინფრასტრუქტურის განვითარება და ჩვენ უკვე დავაანონსეთ 2 მილიარდიანი პროგრამა, რომელიც ამისათვის განხორციელდება, უნდა შევიდეთ ყველა მუნიციპალიტეტში და ყველგან უნდა ვიზრუნოთ სპორტის განვითარებაზე, განსაკუთრებით ბავშვების ჩართვაზე სპორტში.